მადლობთ, მოგესალმებათ ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე. მიყვარს ესეთი გამოცხადებები, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე, მთავარი იუმორისტული შოუ და ესეთ ხაზგასმები, რაღაცები მომწონს ამ გადაცემაში. ვიწყებ ძალიან საინტერესო თემით, ამერიკელ კონგრესმენთა 13 კაციანი ჯგუფი, რომელიც მუშაობდა მსოფლიოში არსებულ რუსულ გავლენებზე და რუსულ კავშირებზე, დასკვნით დოკუმენტში პუტინთან ერთ-ერთ დაახლოებულ პირად მოხსენიებული აბავინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ძვირფასო მეგობრებო. ფაქტიურად ამერიკა უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა რუსეთის კაციაო, ახლა საინტერესოა იმ ხალხის პოზიცია, რუსეთი რომ არ უნდათ და მაინც ოცნებას რომ აძლევენ ხმას. ეს ამბავი იცი რას გავს? აი ქმარი რომ საყვარლებში დადის და ცოლი რო ამბობს, რომ თავარია მე არ გამაგებინოს და რომ საყვარელი ყავს, თორე იაროს, ეხლა კაცია, გაივლის მაინც. ესია მაგათი საქმეს, თავარია ბიძინამ ჩვენ არ გაგვაგებინოს, რომ პუტინის კაცია, თორე იყოს პრორუსული ახლა, რა უჭირს ახლა, აი ესეთ მდგომარეობაში. ამ დოკუმენტის გავრცელების შემდეგ აწყვიალდა ოცნების წევრების მობილურები და ყველა ერთ ხმაში იძახის, რომ ეს ისეთი უმნიშვნელო ფაქტია, რომ ყურადღების განახვილებაც არ ღირსო. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ 13 კონგრესმენის შედგენილ დოკუმენტს დაბალი რანგის დოკუმენტი უწოდა. არა და ირაკლი გუში ვნახე იცინოდა. არა, მართლა იცინოდა, ძვირფასო მეგობრო, მე არ ვიგონებ. მე მგონი თქვენც ნახეთ, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ ვნახოთ. ირაკლი კობახიძის სიცილი, ვნახოთ. ოპოზიციას რაც შეეხება ხარზე მეტად როხას უფრო გავს, ეს არის ოპოზიციის. ეს არის ოპოზიციის. ესე იგი რა თქვა, ხარი არა ოპოზიციას ძროხას უფრო შევადარებდიო. თმის ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ამ წინადადებას ამბობს ბატკანივით კაცი. ამ ვიდეოს კარგად თუ დააკვირდებით, ირაკლიმ კი არ გაიცინა, მიმიკამ ამოხეთქა სახეზე ძვირფასო მეგობრებო, მიმიკასაც მობეზრდა სულ მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნა, ხო ხვდებით? აშკარად ძალიან უცნაური სიცილია, ისე იცინის, რომ დიდი ეჭვი მაქვს მესამე კლასის შემდეგ არ გაუციდია. აი ესეთი სიცილი ქონდა ირაკლის, აი თან რო იცინის, რო უნდა რომ დამრიგებელმა არ დაინახოს სიცილის დროს, აი ეგეთი ის ქონდა. ძალიან მარტივ რაღაცაზე ეცინება აშკარად. ძალიან, აი ძროხაზე. ძროხა ესე თქვა და გაეცინა. ეს ბიზნეს ანეკდოტის მოსმენისას 1-3 იქნება მოსაბრუნებელი ალბათ გადამჟირებისგან ისეთ მარტივ რაღაცებზე თუ ეცინება ამ კაცს. წარმომიდგენია ირაკლის ხუმრობაზე რა რეაქცია ექნებოდა ოცნების წევრებს. დაახლოებით ასეთი. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. ოპოზიცია გავს ხარზე მეტად როხას. არა, თვითონ ბიძინა როგორ ხასიათზიანებდა კონგრესმენების წერილის შემდეგ, ეგ არ ვიცი, მაგრამ უხასიათობის არც არაფერი ეტყობა, ძვირფასო მეგობრებო, ახლა თურმე ბოტანიკურ ბაღში ბეტონის გზას აგებენ, რომ ბიძინას სასტუმრომდე იყოს მისასვლელი გზა. ამბობენ, რომ ესო ველობილიკიაო. ჩვენც უნდა დავიჯეროთ, რომ ველობილიკია ეს. პრინციპში არავინ ხმას არ იღებს და რა პრობლემაა, დავიჯეროთ. თუ გინდა გითხარით, რომ ეს არის სპეციალური მცენარეული ბეტონი. რომელიც ბუნებას ერწყმის თან. ამასაც დავიჯერებთ, არ არის პრობლემა. ასეა, ხა თავარია ჩვენ არ გაგვაგებინოს, რომ ოლიგარქია თორე ხა ბეტონს დაასყავს, პუტინის კაცი იქნება თუ რა პრობლემაა, ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ არის. ბიძინა ივანიშვილის ნამდვილად არ აქვს სანერვიულო. სულ ქებადიდებაშია, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვეული მონდომებით განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ ჰყავს. პრინციპში ეს მისგან მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ღარიბაშვილი ბიძინას მოსვლის მერე ისეა გამდიდრებული, საკუთარ ანგარიშზე არსებულ თანხის ბოლო 2 ციფრს არ გვისახელებს. იმდენი ფული აქვს. მხოლოდ ღარიბაშვილი არ არის ის გამონაკლისი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ გამდიდრდა. ამ სიას წარმატებით აგრძელებენ ოცნების ფავორიტი მოსამართლეები. ჟურნალისტებმა მიაკვლიეს დასახლებას, სადაც მოსამართლეები ძვირად ღირებულ სახლებს იშენებენ. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ სახლების პარამეტრები, მოდით ნახოთ ერთ-ერთი სახლის ფოტოსურათი, ძვირფასო მეგობრებო.
ირაკლი კობახიძეს მინდა მიუმართო, სიტყვა გოიმს რო იყენებ, ზუსტი მნიშვნელობა თუ გინდა გაიგო, თქვენი მოსამართლეების სახლებს რო ეწვიოთ, ძალიან კარგი იქნება. ეს ისეთი სახლია, რომ ამ მოსამართლეს მანქანის ნაცვლად ალბათ ფრინავი ხალიჩა უნდა ემსახურებდეს წესით, აი ესე მგონია. ადგილზე მისული ჟურნალისტი რომ შეუმჩნევია ამ მოსამართლეს, ჯერ უგინებია, მერე კი ცხვირაპრეხილი ოქროს ქოში უსვრია, თურმე ესეთი აი სულთნებს რო ეცვათ ხოლმე. ყველანაირი მოსამართლე ყავს ბიზნეს სასამართლოში. აი კოსემ სულთანი რატო გვასამართლებს? აი ამას ჯერ ვერ ხვდები, რა ჩანაფიქრი აქვს. არა, ჯერ კიდევ შტაბეჭდილების ქვეშ ვარ მე პირადად, ეს ისეთი სახლია, ასე მგონია, რომ მის უკან დიდი ამალა დგას და ქართლ-კახეთის ასაოხრებლად ემზადებიან, რომ უნდა წამოვიდნენ. ასეთი შეგრძნება მაქვს, ესეთი სახლია. მოსამართლეები მილიონიან სახლებს იშენებენ, ბოტანიკურში ბეტონს ასხამენ, ქარელის მერი დედასაგინებს მოსახლეობას, თბილისის მერი მაისურს ახევს მოქალაქეს, რეგიონში ოცნების დეპუტატი ხალხს ჭრის, მაგრამ რა არის იცი რა მინდა გითხრათ, რაღაც ხო კეთდება. აი რაღაც ხო კეთდება, სულ მინდოდა აი ამ ფრაზის გამოყენება, სადღაცას მინდოდა რომ ჩამესვა და აი ჩავსვი, აი რაღაც ხო კეთდება ამ ქვეყანაში, აი ეს არის ძალიან საინტერესო. მოსამართლეების ზვირადღირებული სახლები ნამდვილად აღარ მიყვირს ბიუჯეტიდან თანხის გაправების ორი ისეთი ფაქტი გავიგე, აუცილებლად უნდა გაგაცნოთ თქვენც. ნახოთ პირველი გაправება. დისტანციური მუშაობის დროს აჭარის მუზეუმის დირექტორმა 200 ლიტრი საწვავი მოიხმარა, რისთვის გამოიყენა სულხან ოქროპირიძემ საწვავი მაშინ, როცა იგი სამსახურში პანდემიის გამო არ დადიოდა და მასზე დაკისრებულ მოვალეობას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ასრულებდა. ესე იგი ძალიან საინტერესო, იგი ამ ადამიანმა 200 ლიტრი ბენზინი დახარჯა დისტანციური მუშაობის დროს. ეს ფაქტი ფიზიკის სახელმძღვანელოების შეაქვთ როგორც ბენზინის აორთქლების გადატანითი ალტერნატიული გზა, ძვირფასო მეგობრებო. ბიუჯეტის თანხის ათვისების მეორე გზა გაცილებით ორიგინალურია. ეს ვნახოთ. იცოდით რომ ზუგდიდს ჰოკეისტთა გუნდი ხავს. ჰოკეისტთა გუნდში როგორ გგონიათ ვინ არიან გაერთიანებულები? ქართული ოცნების აქტივისტები. აი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, ჰოკეი ზუგდიდის ყავს ჰოკეისტთა ნაკრები, ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი, ოცნების აქტივისტები დაკომპლექტებული ოღონდ, ჰოკეისტთა გუნდი. აი ამ ამბავზე რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, რა ვიხუბრო. მაქსიმუმ ამ ჰოკეისტთა გუნდს სახელი მოუფიქრო, სხვა ვერაფერს ვერ გავაკეთებ. მაგალითად, ზუგდიდელი მელიები, წავარდნილი აფერისტები, აი შეიძლება ბიუჯეტის წურბელები. ეს ბოლო ვერსია მთლად გუნდის სახელს არ გავს, მაგრამ ფულის მოსაფხანად იდეალური სახელია. სხვა მეტი ხუბრობა ამაზე არ მაქვს. კარგი თემა იყო, მაგრამ ვერ მოვიფიქრეთ. აი ესეთი ვერ მოვედეთ, ვერანაირად ვერ მოვეჭირეთ აი ამ თემას, იმიტომ რომ იმდენად აბსურდულია ზუგდიდის ჰოკეისტთა ნაკრები, რომ რა შეიძლება ამაზე მოვიფიქროთ, არ ვიცი. ბიუჯეტიდან ფულის ათვისების ფაქტი რომ გვეგონა, ქართული პირბადეები, ძვირფასო მეგობრებო, პირიქით, ეს ყოფილა ჩვენი ეკონომიკის ხსნა. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეები ექსპორტზე გაგვაქვსო. ამ ფაქტში ერთადერთი რაც მამშვიდებს, ის არის, რომ ევროპელების სიტყვა ჩაჯვს ვერ გაიგებენ ვერასოდეს. რას ნიშნავს? იმიტომ რომ მისი თარგმანი არ არსებობს. ჩვენი მოფიქრებული სიტყვა, ახალი სიტყვა, ჯერ Google ვერ აღიქვამს, ვერ გაიგებს. ჩაჯვი რა არის რა? ჩვეულებრივად შეიძლება მხიარული სიტყვა ეგონოთ ჩვეულებრივად. როდემდე უნდა შევინახოთ ეს მთავრობა, არ ვიცი. ამ ხელისუფლებას რო ვაკვირდები, ძველ რუსულ ბამბანერკას მახსენებს. ეს სიტყვა უხდება ბამბანერკა. ადრე ყველას ხო ქონდა სახში გაუხსნელი ბამბანერკები. სტუმრის მოსვლის დროსო დებდნენ სუფრაზე და მერე ისე ვიღებდნენ და ინახავდნენ. ყველას ვადა ქონდა გასული ჩვეულებრივად, მაგრამ სტუმართან მაინც დებდნენ ამ ბამბანერკას და მაინც ინახავდნენ მერე. არავინ იცოდა რატომ ინახავდნენ, ხო და ასე ხართ თქვენც. ვადა კარგახანია გაგივიდათ, მაგრამ მაინც გინახავთ და არ ვიცით რატომ გინახავთ. აი ესეთ მდგომარეობაში ხართ. ისე რომ დავაკვირდე, კარგ საქმესაც აკეთებენ ჩვენი ხელისუფლება, ნუ დაუკარგავთ სიკეთეს. მაგალითად, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის დროს ბატონი გიორგი გახარიამ რეჟისორ გოგა ხაინდრავას ბიუჯეტის ვალი 4 მილიონი ლარი ჩამოაწერა. აში უნდა ამას. ხო, რა გაგიკვირდათ? გოგა თბილისელი კაცია, კაი ტიპია, პრემიერმაც ჯიგრულ პონჩი რაღაცა ჩამოაწერა ვალი, ვიღაცას ჯიგრულ პონჩი, ჯიგრულად 4 მილიონი ჩამოაწერა. რა გარიგებაზეა ლაპარაკი, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. რა მოხდა მერე? რა მოხდა? გოგა ხაინდრავა ხომ გახსოვთ რომელია? აი გახარიაძე რო თქვა რომ კრიზისების მართვის პელეაო.
ხომ გახსოვთ ამაზე ადრე ვიხუმრე კიდე მონოლოგში. არა, ჩვენ მიცინით, მაგრამ ეგ წინა დადება 4 მილიონი დაჯდა ზუსტად. ნაღდი ფული ოღონდ. მოდით ნახოთ რა რეაქცია ქონდა გოგა ხაინდრავას ჟურნალისტის შეხვედრაზე, ნახოთ ეს. გებინეთ, რატომ ჩამოგაწერეთ სახელმწიფო 4 მილიონი ნახევარზე მეტი ლარი? გოგა ხაინდრავა წყობიდან ისე გამოვიდა, რომ ჯერ TV პირველის ჟურნალისტს მანქანის გარიმია. შემდეგ უფრო ანერვიულდა და ცდილობდა მძღოლს კალთაში ჩაჭრემა. სანაგვეში. სანაგვე. მოკლედ 4 მილიონი ვალით ჩამოწერა ისე აღაფრთოვანა და ამავდროულად დააბნია ბატონი გოგა, რომ ბიძინას ნაცვლად საკუთარ მძღოლს ჩაუჯდა კალთაში. ამ კადრების ნახვის შემდეგ აღშფოთდა ქართული მარში რეჟისორი, რომელიც ცხვის კალთაშია ნაჯდომიო, ჩვენ მის ფილმებსო აღარ ვუყურებთო, განაცხადეს ეს ყველაფერი. ისე ამ ხაინდრავამ რა ფილმი გადაიღო ამისთანა, ეს ჰეროკრატია, რომ ტიტანიკს არ მოუტანია იმდენი მოგება ჯეიმს კამერონისთვის, რამდენიც გოგა ხაინდრავამ იხეირა აი ამ ფილმის, რა გადაიღო ამისთან. საინტერესოა, როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვს ადამიანს, რომელმაც გოგა ხაინდრავას 4 მილიონი ლარი ვალი ჩამოაწერდა და აპატია. მოვისმინოთ ნაწყვეტი ბატონ გიორგ გახარიას ინტერვიუდან, ნახოთ. რაღაცა გავყიდე, რაღაცა ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკდება. ხედავთ, ძვირფასო მეგობრებო, დეკლარაციის მიხედვით გაღარიბდა ბატონი გიორგ გახარია. მოკლედ, ბიზნა პრემიერებით და სიტყვებით თამაშს აგრძელებს. გახარია გაღარიბდა, ღარიბა გამდიდრდა. ხედავთ, როგორ გახდა უხარისხო იუმორი, ხარისხიანი სიბრძნე. გახარია გაღარიბდა, ღარიბა გამდიდრდა. ანუ აი ხო ხტები, ანუ და კომბინაციაა ჩვეულებრივი. ესე იგი, მხოლოდ 99 ლარი მაქსო ანგარიშო. ანუ გამოდის, რომ რაც პრემიერად მოვიდა, მის მერე სულ გაღარიბდებოდა და ღარიბდებოდა და იმ ძლიერი გახარიადან თავიდან რაც იყო, ახლა მარტო კეხი და ავტორიტეტია დარჩენილი. ძვირფასო მეგობრებო, აი ესე არის ძალიან მიმძიფს მე ამ ყველაფერს. ძალიან გაუჭირდა გახარიას, ძალიან. აი ფაქტიურად ნახევარი კახეთის მიწები მამამისზე რო არ ქონდეს გადაფორმებული, შეიძლება სოციალურად დაუცველი სტატუსიც მიენიჭებინათ. დღეიდან თათარაშვილს რატომ მოწოს იცი? იმიტომ რომ კაცია და ვალებიანია, მაგიტომ მოწოს, კაცი არის და ვალებიანია, მაგიტომ. მონოლოგის ბოლოს მე მინდა გამოვიყენო ჩემი ეთერი და გთხოვოთ ჩემს მაყურებელს, ვისაც რისი საშუალება გაქვთ, თუნდაც თითო ლარით დავეხმაროთ ჩვენი ქვეყნის პირველ პირს, ბატონი გიორგ გახარიას. და როცა დავეხმარებით, იქნებ ვთხოვოთ ბატონ გიორგ გახარიას, რომ გვასწავლოს როგორ გაღარიბდა. რადგან ჩვენც გვინდა რომ გახარიასნაირი ღარიბები ვიყოთ, ყველა მოსახლეობა, აბსოლუტურად ყველა ადამიანი. გახარია ჩვენი ღარიბია. გახარია ჩვენი ღარიბია. ძვირფასო მოქალაქეობა გთხოვთ, გადაურიცხოთ თითო ლარი მითითებულ ნომერზე, რომელიც წერია თქვენს ეკრანებთან, აუცილებლად. და მინდა ერთი სიმღერითაც მოგიწოდოთ ამისკენ. გიოს ვუყიდოთ თბილი სახლი, დავეხმაროთ ღატაკი ხალხი. მოდით ბიჭო, ყველა ერთად. გიოს ვუყიდოთ თბილი სახლი, დავეხმაროთ ღატაკი ხალხი. გახარია ჩვენი ღარიბია. გახარია ჩვენი ღარიბია. დიდი მადლობა ბიჭებო. მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალურ დაპროექტ ბენდი სამუნალე პეიშიოს მემღანლობით. მადლობა.